სახალხო დამცველის აპარატის შენობასთან ოფისთან ახლა შეკრებილები არიან მშვიდობიანი დემონსტრანტები, მანიფესტანტები, რომლებიც აპროტესტებენ სახალხო დამცველის ქმედებებს, რომელიც მათი თქმით გახდა რეჟიმის დამცველი და იმის ნაცვლად რომ იცადდეს ადამიანის უფლებებს, რომელთა უფლებებით საკმაოდ შეილახა მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს სპეცრაზმელების პოლიციელების მხრიდან სისტემის მხრიდან აცხადებენ აქციის მონაწილეები, რომ სახალხო დამცველი იმის ნაცვლად რომ იცავდეს ამ ადამიანების უფლებებს ძალადობრივი რეჟიმის თანამონაწილე ხდება. თქვენ აქ ხედავთ, რომ მოტანილი აქვთ მშვიდობიან დემონსტრანტებს სხვადასხვა შინაარსის პლაკატები, ბანერები, სხვადასხვა წარწერებით, ასევე ხედავთ ყუთებს, სადაც არის ასეულობით ფაილი იმისა, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები და რომ ჰქონდა ადგილი ტოტალურ გაყალბებას. თქვენ იცით, რომ სახალხო დამცველის მოსაზრებები, მისი ნარატივი, რიტორიკა საკმაოდ გავს და ერთ-ერთი ემთხვევა ქართული ოცნების პროპაგანდას არჩევნებთან დაკავშირებით, ასევე სახალხო დამცველმა განაცხადა ისიც, რომ მან ვერ დაინახა სისტემური წამება იმის მიუხედავად, რომ თავად სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ვიდიოდნენ იზოლატორებში ნაწამებ ადამიანებთან და თავიანთი თვალით ხედავდნენ არსებულ მდგომარეობას. აქ არიან შეკრებილები დემონსტრანტები, რომლებსაც ახლა კადრშიც ხედავ და ჩვენ შეგვიძლია რომ გავესაუბროთ ერთ-ერთ მათგანს. აქ აქვთ მათ სიმბოლურად მოტანილი, მაგალითად ყვავილებით და ვკითხავთ აქციის მონაწილეს, ეს არის სიმბოლური აქტი, ხომ და რას ამბობთ ამის თქმას? მოგესალმებით. გუშინ და გუშინწინ სახალხო დამცველმა ძალიან გამოიჩინა თავი და ფაქტობრივად თქვა, რომ ნაწამები ადამიანები წამება თურმე არ ყოფილა სისტემური და ნაწამებ ადამიანებს შესაძლოა რაღაც მოეჩვენათ, ასეთი რამ წამოწდა. დღე, როდესაც სახალხო დამცველთან მოდიან აქციით ადამიანები, რომლებიც პოლიციის მხრიდან დაექვემდებარნენ წამებას, არის სახალხო დამცველის აპარატის დაკრძალვის დღე და ამიტომ მოვიტანე აი ეს ეგრეთ წოდებული ვინოკი, ეს არის სამგლოვიარო ყვავილი და ვაპირებ რომ დავდო აქ, ასეთ აი ამის ნიშნად, რომ ლევან იოსელიანმა ეგრეთ წოდებულმა სახალხო დამცველმა დაასამარა სახალხო დამცველის ინსტიტუტი. მადლობა, უღმესია თქვენ ხედავთ, რომ ყვავილები დადო აქციის მონაწილემ სახალხო დამცველის შენობის წინ იმის ნიშნად, რომ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა დაასამარა ეს ინსტიტუცია, რასაც ამბობს თავად აქციის მონაწილე მშვიდობიანი დემონსტრანტები. აქ ეხლა ხედავთ საბა ბრაჭველსაც, იურისტს, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება ხომ ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით და თქვენ მრავალი წელი იმუშავეთ ასევე სახალხო დამცველის აპარატში, კარგად იცნობთ იქ არსებულ მდგომარეობას, რომ გითხრათ როგორი არის ახლა სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის ქცევა და თქვენი მოთხოვნაც გააჟღერეთ, ითხოვთ მის გადაყენებას ხომ თანამდებობის გატარებას. სახალხო დამცველის აპარატში მუშაობს უამრავი დიდებული ადამიანი, ვინც ახლა ჩვენ მხარს გვიჭერენ, გარწმუნებული ვარ კი არა და ვხედავ კიდევაც შიგნიდან, მაგრამ ამ აპარატს დღეს ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელიც იდეურად არის შალვა რამიშვილის მეგობარი და რომელსაც სთხოვენ იმის ხმას, რომ წამება, რომელიც აი აქ ჩანს, არის სისტემური და რომელიც ამბობს, წამება სისტემური არ ყოფილა. ეს არის სრული სიგიჟე, ანუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყველა რაღაცა ვისაც რაიმე გაიგება საერთოდ უფლებებთან დაკავშირებით, ყველამ თქვა, რომ ეს იყო სისტემური წამება და მთავარი ქართველი უფლებადამცველი ვინც უნდა იყოს ის ადამიანი. ამბობს, მე ვერ ვნახე რატომ არის წამება სისტემურია. ეს არის ადამიანი, რომელიც ცდილობს კორუფციის და ნეპოტიზმის დამკვიდრებას და ეს არის ადამიანი, რომელიც არ შეიძლება ასრულებს ომბუდსმენის მაღალ ფუნქციას. დიდი მადლობა, ჩვენ შევეცდებით რომ ასევე გავესაუბროთ სხვა აქციის მონაწილეებსაც. გამარჯობათ, თქვენც გკითხავთ, რამდენად არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია სახალხო დამცველის აპარატი ლევან იოსელიანის მმართველობის პირობებში და რას მოითხოვთ? თქვენ ხედავთ, რომ გაქვთ მოტანილი აქ პლაკატი, სურათები დაშავებული სასტიკად ნაწამები ადამიანების, რისი თქმა გსურთ ამ აქციას? ბევრს ვერაფერს დავამატებ. მე მგონი და დამნახავი ისედაც დაინახავს ყველაფერს და გაიგებს ყველაფერს. უბრალოდ ეს ხალხი ვინც არის გამოსახული სურათზე, მართლა წავედის მშობლიან ამის არ დანახვა, სახალხო დამცველის მხრიდან არის დანაშაულის კლასი ჩემი აზრით და ეს აუცილებლად გამოსახულს ჩვენ მიმართავთ
მას რომ ადეკვატური რეაქცია გამოხატოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე კონკრეტულად დაპატიმრებული ხალხის და ნაწილობრივ ხალხის მიმართ. მშვიდობიანი დემონსტრანტებს სურთ, რომ აფიო პოზიცია გამოხატოს ლევან იოსელიანმა რეპრესიულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც აქვს ქართულ ოცნებას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მე შეგახსენებთ იმასაც, რომ ლევან იოსელიანი რუსული კანონის მიღების დროსაც კი იცავდა, ესე გამოდის ქართული ოცნების ინტერესებს, იყო მისი პროპაგანდის გამტარებელი. აქ რჩებიან მშვიდობიანი დემონსტრანტები ადგილზე, არის სიტყვით გამოსვლები და ცდილობენ, რომ მათი საპროტესტო ხმა უკეთ გააგონონ სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს. მარია, მადლობა.